მათ ჩაანაცვლებს 10-11 და ასე შემდეგ. თბილისის მერია დასაქმების პროექტში მონაწილე პირების დასაქმებას განაგრძობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საწყობი დაათვალერა, საწარმოში დასაქმებულებს გაესაუბრა და პურის დახარისხებაში მიიღო მონაწილეობა. ობიექტში, რომელშიც 50 ადამიანია დასაქმებული, 70-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქტი ცხება. საწყობში რამდენიმე თანამშრომელი თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა და დასაქმდა. მერიაში დასაქმების მსურველთა ბაზა წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და ქალაქში არსებულ 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს სახლთან ახლოს რაიონულ მუნიციპალიტეტში მივიდეს და ბაზაში მხოლოდ პირადობის მოწმობით დარეგისტრირდეს. პროექტის ფარგლებში უკვე ასობით თბილისელს დასაქმების საშუალება მიეცა. დასაქმების პროგრამაზე მივედი მერიაში, იქნა გამიშვეს მუნიციპალიტეტში, ჩემს მიკრორაიონის მუნიციპალიტეტში, შევიტანეს ნაბუთები ჩემი მონაცემები, საიდანაც იქნა გამოსაქმეს და ყოფილი ვარ. აქ 3 ადამიანი დასაქმდა ჩვენი ბაზიდან და თავარია დღე არ გადის, რომ სულ ახალი შემოთავაზებები გვაქვს და შესაბამისად 3 ყოველდღიურად 5, 7, 8, შემთხვევაში 10, საშუალოდ შეიძლება ითქვას 6-7 ადამიანი ყოველდღიურად ამ ბაზიდან საქმდება, რაც ძალიან მისასალმებელია და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბიზნესი ვითარდება, რომ არა ბიზნესი განვითარება ბუნებრივია, ერთი სამუშაო ადგილიც არ შეიქმნებოდა. ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, უნდა ჰქონდეს ადამიანს მუშაობის საშუალება, რომელიც შემდეგ მოიტანს სხვა ადამიანის დასაქმებას. ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ვიყოთ ხიდი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. ერთი ღუმელი მქონდა და ვაცხობდით, მე იმდენად ხარისხიანი პური გამოვუშვით, რომ მეორე მკითხვა, მე მეორე დავდგეთ, მე მესამე, მე მეოთხე და ასე წავიწეთ წინ. დღეს 10,000 პურამდე ვუშვებთ.